მოგესალმებით, პაციენტებს ხშირად აინტერესებთ ხოლმე, რომ ვინც ცურვაზე დადის, აი რა ტიპის ცურვით დაკავდნენ, რომ ქონდეს ცურვას სამკურნალო ეფექტი. ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, რომ ცურვის დროს ჯობია, როდესაც მიზანია მკურნალობა, თიაქართან მიმართებაში და პროტრუზიასთან მიმართებაში, იცორავენ ზურგზე. და რატომ ახლა ვიაგებთ შეხედეთ, ეს არის ხერხემალი. ეს არის ამ შემთხვევაში, როდესაც მუცელზე ვწევართ. და როდესაც მუცელზე ვწევართ, ბუნებრივია წყალია ვთქვათ ესე ხო და წყლიდან თავი უნდა ამოვყოთ. თავს წევით და ამ დროს რა ხდება? თუ მნიშვნელობა კისერშია, პროტრუზია, თიაქარი, გონკერდის დონეზე, თუ მithumetes კისერშია წელის დონეზე, ამ დროს ხდება რა? აი ეს ორი მალა რო ამოიღო და გამოაცალკეოთ, ამ დროს ხდება არხები უფრო აი ზეწოლა არხებზე და თუ თქვათ პროტრუზია ან თიაქარი მეტად გამოსულია, მარხს აწვება, ნერვს აწვება და უფრო ჭყლიტავს ხოლმე. მithumetes აი კისერთან თუ არის დარღვან, კიდე ასევე ლისცეზი თუ არა, ლისცეზი ქვია, როდესაც მალა ესე ჩაცურებულია და ნერვს აწვება. შესაბამისად, მუცელზე წოვრა და თავის ზევით აწევა და წელის წამოწევა უფრო მეტად ჭყლეტავს არხებს და კუნთის დატვირთვის დროს თქვათ გარკვეულ მიკროტრაუმას აყენებს და იქიდან გამომდინარე რამდენად დიდია თიაქარი, რა თქმა უნდა უფრო მეტ ტრაუმას მიაყენებს. და როდესაც ზურგზე ვწევართ, ხო, ზურგის წოლის დროს ბუნებრივია თავი ამოწეულია, წელი უფრო ქვევითა ჩადრეკილი და ამ დროს ხდება რა პირიქით ეს ისევ ეს მალა რო ავიღოთ, ამ დროს ხდება ზუსტად არხების მეტად განთავისუფლება, სივრცე მეტი წარმოიქმნება, ზეწოლა უფრო იხსნება, დამჭერი მყესები უფრო იწელება და შესაბამისად ამ პოზიციაში დატვირთვა უფრო ათავისუფლებს ცირკულაციას ამჯობესებს, ელასტიურობასაც უფრო მეტად იწევს ქსოვილების და ღრმა კუნთების დამუშავებაც უფრო ხდება, გავარჯიშება და ეს პრობლემისგან დაცვა უფრო მეტად ხდება და უფრო აზრიანია და მიზანმიმართულია და შედეგის მომცემია უკვე ცურვა. ხო, აი ეს სულ ის იყო რაც მინდოდა მარტივად ცურვასთან მიმართებაში. მადლობა ყურადღებისთვის.